ორდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს ქალი, რომელიც შვილის გადასარჩენად მდინარე ხობის წყალში გადახტა. მთავარის ინფორმაციით 30 წლის ელენე სახეიშვილის ცხედარი მდინარიდან ცოტა ხნის წინ ამოასვენეს. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში დედა-შვილი დინებამ გუშინ გაიტაცა. 7 წლის ბავშვი მალევე გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარს შეესწრო ქალის მეორე მცირეწლოვანი შვილიც. მე ბავშვის პოვნა მინდა, ცოცხალია, ცოცხლის მკვდარია, მკვდრის ამის შესახებ გურამ დადიანიძის დედამ პალტრა ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა. 17 წლის ბიჭი 12 წლის წინ ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარდა. დღეს გავრცელდა ვიდეოც, სადაც დედამ შვილის ხმა ამოიცნო. ადვოკატის ინფორმაციით ვიდეოს ავტორთან კონტაქტზე გავიდნენ და იმ დღეს გადაღებული სხვა მასალების მიწოდებასაც დააბედა. ხופის ბაზრობაზე ხანძარი და დაკვამლიანება იყო. ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებულები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, შემთხვევით შედეგად არავინ დაშავებულა. 2008 წლის აგრესიამ და ქართული მიწების ოკუპაციამ და უწყვეტმა მცოცავმა ანექსიამ პირდაპირ გაუკაფა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აგვისტოს ომის მე-18 წლის თავს. ანდრი სიბიგამ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.